შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად ადამიანები გაუცნობიერებლად საკუთარ მეორე ნახევარში დედას ან მამას ეძებენ. ზოგჯერ ეს მსგავსება მხოლოდ ხასიათში არა, ვიზუალურ დეტალებში ცვლინდება. ამ ფენომენს ფროიდმა ოიდიპოსის კომპლექსი უწოდა. ამ კომპლექსის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირის, ოიდიპოს მეფის ამბავი, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეერთო დედა, თუმცა ეს თავადაც არ იცოდა. ფროიდისთვის ეს ამბავი გახდა სიმბოლო იმ ჩახშობილი ემოციების, რომლებსაც ბავშვი მშობლების მიმართ განიცდის. კერძოდ 3-დან 5 წლამდე ბავშვს უჩნდება გაუცნობიერებელი მიჯაჭვულობა ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ, ხოლო მეორე მშობელს კონკურენტად აღიქვამს. ამ თეორიის მიხედვით, თუ ზრდასრულ ასაკში ოიდიპოსის კომპლექსის გადაჭრა ვერ მოხერხდა, საქმე ძალიან რთულდება. პირველი პრობლემა – მსგავსის ძიება. როცა მაგალითად მამაკაცი ირჩევს ხალს, რომელიც დედასავით მზრუნველია, ან ქალი ეძებს პარტნიორს, რომელსაც მამასავით მკაცრი ხასიათი ან მსგავსი ხმის ტემბრი აქვს. ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ნაცნობი გარემოს ძიებაა, თუმცა ადამიანმა ამის შესახებ შეიძლება არაფერი იცოდეს. მეორე, რადიკალურად საპირისპირო. ზოგჯერ ადამიანი ირჩევს მშობლისგან სრულიად განსხვავებულს. მაგალითად, თუ მამა ცივი და ემოციურად მიუწვდომელი იყო, ქალმა შეიძლება აირჩიოს ძალიან მოსიყვარულე და რბილი პარტნიორი. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ეს ქცევა შეიძლება ამ კომპლექსის გამოვლინება იყოს, რადგან ადამიანი არჩევანს პროტესტის საფუძველზე აკეთებს. და რა თქმა უნდა, თუ ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკშიც გადაუჭრელი რჩება, ადამიანს უჭირს მშობლისგან ემოციურად განცალკევება. ეს ხშირად ვლინდება მუდმივ დანაშაულის გრძნობაში, როცა ადამიანი საკუთარი პირადი ცხოვრების აწყობას ცდილობს. მაგრამ მას ქვეცნობიერად გონია, რომ პარტნიორის არჩევით ან დამოუკიდებელი ცხოვრებით ღალატობს მშობელს ან მის მოლოდინებს. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არ არის განაჩენი. ეს უფრო სარკეა, რომელიც გვეხმარება დავინახოთ, ჩვენს არჩევანს თავად ვაკეთებთ თუ ისევ ქვეცნობიერად ბავშვობის დროინდელ როლებს ვასრულებთ. ხო და ალბათ გაცნობიერება პირველი ნაბიჯია, რომ ამ სცენარების ნაცვლად საკუთარი ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება. თუ მსგავსი საკითხები გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში კიდევ რომელ ფსიქოლოგიურ ფენომენზე ჩავწერო ვიდეო.